გამარჯობა ფერმერებო, დღეს ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო იმაზე, რა უპირატესობა აქვს ქარხნული წარმოების პრინციპს კუსტარულად აწყობილ პრინციპთან შედარებით. როდესაც უკვე ტვირთის ზომა ცდება 2 ტონას, მაშინ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპს ჰქონდეს ამორტიზაციის სისტემა, რადგან ძარა არ დააზიანოს მკვეთრმა გადასვლებმა მაღალ ტვირთზე. კონკრეტულად ამ მოდელ პრინციპს აქვს ეგრეთ წოდებული რესორები. რესორების არ ქონის შემთხვევაში დარტყმა პირდაპირ მიდის ძარაზე, სადაც შეიძლება მოხდეს ძარის დაზიანება და აგრეგატი უკვე ფაქტიურად თავის მთავართვისებას კარგავს. წარმოებელი ყოველთვის რეზერვში უფრო მეტს გათვლის ხოლმე, ამიტომ აგრეგატები აღჭურვილი არის უფრო დიდი მოცულობის გუშით. ამ წევის ოპერირება კი, რა თქმა უნდა, ხდება ჰიდრაულიკური შლანგების საშუალებით. და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, როდესაც გვაქვს ოფიციალური ძარა, შეგვიძლია მისი გაფორმება, აღება ნომრების და გზაზე თავისუფლად გადაადგილება. დიდი ტვირთის გადაადგილება კი ყოველთვის შეიცავს თავისებურ საფრთხეს, ამიტომ აგრეგატები აღჭურვილი არის ტორმუზის ჰიდრაულიკური სისტემით. ეს ისეთი პატარა დეტალებია, რომელსაც ვერ გავითვალისწინებთ კუსტარულად აწყობის შემთხვევაში. ვერ ავიღებთ კუსტარულად აწყობილ პრინციპზე ნომრებს, რის გამოც შეგვექმნება პრობლემა გზაზე გადაადგილებისთვის. ესეთი ვიდეოები თუ გაინტერესებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი.